ხო, რაც შეეხება ჩემპიონატებს, მე და ვახტანგმა უყურეთ მანჩესტერის თამაშს. რა თქმა უნდა, ჩემ მანჩესტერი არის განსახილველი თემა. ის კაცი მოკვდება იმით, რა ქვია, თმის შეჭრის, ეგ დაავადება თუ არსებობს, მაგრამ თმის შეუჭრელობით მოკვდება, ალბათ იმიტომ რომ 5 თამაშს ესენი ვერ მოიგებენ ზედიზედ. სხვათაშორის არაა დიდი ხანი გასული, რაც 5 თამაში მოიგეს ზედიზედ. მაინც როდის იყო? მანჩესტერის გულშემატკივრები თუ სადმე ყავთ მეგობრებში, ან თქვენი ძმაკაცი, ან ფიზიკურად შეგეძლიათ რომ ვიღაცა ნახოთ, მიდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, იმიტომ რომ მაგ ხალხს ჭირდება გაფრთხილება, მეგობრებო. არ შეიძლება ეს მანჩესტერის გულშემატკივრებს რამე ზედმეტი უთხრათ და მათ გუნდზე კიდე გული აუცრუოთ. მაგრამ ხო ჩაეხუტეთ უკვე. აი ცოტა ბებერი კაცები შეიძლება გამოგვდის, მაგრამ ფეხბურთმა თუ რამე დაკარგა, ეს რა არის? აი უყურებ მანჩესტერულ დერბის, ხო ტატოს ხო დერბებზე ისა აქვს რაღაც. გააცემი აქვს ნაკეთები 10 წელი. ანუ ხო გიждდება დერბები. მანჩესტერული დერბი, City, ანუ United-ის აი ეს რაღაც აღზევების პერიოდში City რო დასაცინი იყო და Ferguson-მა ესენი ვერასდროს გუნდი ვერ გახდებიან და რაღაც ზემოდან რო უყურებდნენ, მაგ გუნდმა ბოლო 15 წლის განმავლობაში ტრაკში გამოისვა United-ი, ხო? ანუ ლეგასი გადაიბარა და იმასაც გადაავდნენ, რომ United-ი რო იტყვი, Manchester-ს რო იტყვი, უკვე City უნდა იგულისხმო, ვიდრე United-იო, ხო? აი, როგორ არ შეიძლება რომ გამაღიზიანებელი ფაქტორი იყოს ეგ, რომ აი City ეგეთი გუნდია და შენ ეგეთი ბანძი გუნდი ხარ, რომ ანუ აი რაღაცა საფეხბურთო ელემენტებით ვერ ჯაბნი რა. 3-0-ს გიგებს. 4 ტურიდან 3-ში მაგვაირი გამოყავს და თამაში გადაარჩინო. ანუ აი ჯერ აბსურდის დონე და ყვითელი ბარათი არ იყო, ხო საერთოდ. 0 ყვითელი ბარათი დამთავრდა მანჩესტერული დერბი. წარმავალი ხო არა უკვე პროფესორ წასული, რომ ეგ დერბების თემა აღარ იქნება ეგეთი არასდროს რაც იყო. იმიტომ რომ ბაინდირი და შეშკო და ვიღაცა მაგ კულტურის შვილები არ არიან და აი ბოლომდე ვერ აქვთ გათვისნობიერებული რომ აი City-ს ლეზე კიდია და City ეხა დედას თუ მოუტყნავს მანჩესტერს მთელი ცხოვრება, ანუ სულ ეკიდებათ. ბიჭო, არ მგონია წესთ არ უნდა იყოს ეგრე. მე მგონია რომ უფრო გარემოს ბრალიც არის რაღაც დონეზე, არ ვიცი რა. ცოტა უფრო ნაზი გახდა ფეხბურთი და ცოტა უფრო ისეთი გახდა რა, აი არა მასკულინური რა, სამწუხაროდ. საჯობომაც შეუწყო მაგას ხელი, რომ თქვა უფრო იცავენ ფეხბურთელებს, ვიდრე იცავდნენ ადრე. ხო, მაგრამ ფეხბურთელების ბრალიცაა, ანუ თვითონ ფეხბურთელების რა. ხო. ფეხბურთელებიც ეგეთები არიან თითქოს. აი რაღაცნაირი ტიპები, ვინი ჯონსის ნაირი ტიპი აღარაა რა ფეხბურთში, გრავესენი, როიკინი, ეფენბერგი. აღარ არიან ეგეთი ტიპები რა. ხო, მაგრამ აი დიეგო კოშტა ყველა არის ძალიან აი რაღაცა წესიერი თითქოს რა და აი ხო და ეგ ხო სანახაობრივია ეგეთი ტიპი რა, ანუ ხო რა თქმა უნდა. მე იმას კარგი გონია რომ პროჭი უნდა იყო, პეპე უნდა იყო, გინდა თუ არა. და პეპე რას ერთში ვერ გავიქ. პროჭი იყო. აი რაღაცა არ ვიცი, თო აი ფეხბურთელო გამოჩ მაგიტო არის. ბიჭო, ეგეც ხო, მოდი ესე თქვა, პროჭი იყო ბაზარიან, მაგრამ ანუ საყურებლად ხო ტიპაჟია რა, რომ ჩართავ. ანუ საინტერესო არის რა, ანუ შეშლილი ტიპია, რომელიც აი რა ხო, პერსონაჟია. მაგიტო აი ის იყო, კაი შედარება იყო. ფეხბურთიო ეხლა და 20 წლის წინო და 30 წლის წინო და აქეთ დეპოლი იყო. რომელიც ახლა არ ითვლება, რომ არის გინდა თუ არა ისა ძალიან ნაზი soft ფეხბურთელი. ხო, ანუ ისეთი ყველებიანი ტიპია, ხო? იდეაში და რაღაცა იბრძვის და რაღაცებს აკეთებს. დეპოლი ჩანთა ეჭირა ხელში შეჭმა და ლაბუბუო თუ რაღაცა ყლეობაროა თოჯინა. ეგ ქონა მიმაგრებული ამ ჩანთაზე, მართლა. მე გამოშტერდა. ერთი კვირის წინ გავიგე ვაფშე რაღაცა ლაბუბუ რა ჩემიყლეასი შემო. არა, უბედურება ხალხო რა ლაბუბუ, ანუ ვაფშე რა ხდება რა ლაბუბუ. რა სიგიჟეა ბიჭო. ტრენდია რა. თოჯინებით დადიან ტიპები შეჭმა. ხო. აუ მე სიგჩემ სიგიჟეა, დავბერდი მართლა და ესა, მაგრამ ნუ მე მეყლევება ძალიან ეგ ფაქტი რა. კაცი რო თოჯინი დადის რაღაცა, გინ ლაბუბუ დაარკვი და გინ რაღაცა, რავი მე. დოლუნდგრენი თოჯინაა რა. ხო. ჩანთაზე რო, ანუ აი რა პიზდეცია, ჩანთაზე აქ მიმული ლაბუბუ და გვერდზე ფოტო იყო რონალდინიო, ვიღაცა არ ვერც ვიცანი ის ტიპი, ვიღაცა ჩუვაკთან ერთად დგას, იარაღი რო უჭირავს თორად. იარაღი უჭირავს იმ ტიპს, ბიჭო. გლოკი უჭირავს ხელში, ანუ სხვაობა. რა გენიალური სხვაობა იყო ეს გლოკი დგას რონალდინო ბედნიერი იღების და ძალიან ბედნიერია ეს ტიპის ბედნიერია და გლოკი აქ ხელში და აკეთ დეპლს ჩანთაზე აქ ლაბუბუ
და დეპოლიდან არის ტიპი, რომელიც რამე რო იყოს, ჩაგარტყამს ფეხში რა და არ დაგითმობს ესე მარტივად პარედესი და ვიღაც ტიპები რა. არგენტინელები მაინც ხასიათში. ხო, აი არგენტინელებმა მეტაკლებად ეგ დაიტოვეს თუ რაღაცა და იქით ბიჭო ევროპაში რავი ძალიან ცუდათაა მაქრო საქმე რა. აი ძალიან არ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ მე ნერვები მეშლება ხოლმე და არ თავიჭრო გულშემატკივარს არ არ ბრაზდება აი ამ წესიერებაზე, ზედმეტ წესიერებაზე რა ფეხბურთელების რა, რომ აი ზედმეტ წესიერებაზე არ წესიერება არ არის ეგ არა, ეგ არის რომ აი ჟინის გარეშე. ხო, აი ჟილკა, რასაც ეძახდნენ ჩემ ბავშვობაში რომ ჟილკა არა, აქ აი ეგეთია თითქმის ყველა რა, რაღაც მე 20 წლის წინ მესმოდა ჯერ კიდე ტიპები რომ ტიროდნენ გულშემატკივრები, რომ აი ესენი მილიონრები გამოდიან ახლა მინდორზე და ყლეზე კიდიათ და იმის მაგ 20 წელი გავიდა და დინამიკა არ შეცვლილა, რაც მე დავაკვირდი, პირიქით აქ წავიდა რომ ყლეზე კიდებისკენ რა და მაგითო ვიღებთ მე მანჩესტერულ დერბი, რაც აი სიგიჟეა მანჩესტერული დერბი, რომელიც მორჩა ბარათის გარეშე ოღონდ. მიუხედავად იმისა, რომ ენტონი ტეილორი იყო მსაჯი, რომელიც ცალკე გარეკილი აქვს მაგ ამბავში, შეიძლება არ მისცეს ნაღდყვითელი ბარათი ნაღდი არ მისცეს ტიპს. არ იყო მიზეზი, საბაბი არ მიუცია, ჩხუბი არ იყო. ერთი გაწო გამოწევა არ იყო. და რო ჩავრთე რა ეს მიმოხილვა რა. როსარიო იმის თქვი ბოკასი. ანუ ატმოსფეროც გულშემატკივრებიც და ისე თამაშიც ისეთია რომ გავალდებულებს რო ანუ ცოტა ჩაგრთავს რა, ანუ პონტში. უბრალოდ რადგან საათობრივი სარტყელი ხა ისეთია რომ ჩვენ ძალიან ვწდებით. არა, რას ლაპარაკობ? არ არსებობს რომ ხა ლიბერტადორესის მეოთხედფინალებია ამ იმაში რა ქვია, შუაკვირაში და შანსი არა რო არ უყურო რა. ჯერთვის ბრაზილია არგენტინაა. ხო. ან დერბები ან ბრაზილია არგენტინა ერთი ელდო უკიტო გაძრა მარტო, მაგრამ ბიჭო ისეთი ატმოსფეროც ისეთია თამაში რო იწყება უკვე ეს ამათი ეს სიმღერა ჟრიამული ყვირილი ეს უკვე შენს გმუხტავს მაყურებელს და მუღამი გაინტერესებს ანუ просто რას იზამენ ტიპები რა ფეხბურთი არა არ შეიძლება ხა ისეთ დაბალი დონის იყოს რომ ვერ უყურო ხო რეები არ გვაქვს თანახი ხო და მე თუმეტეს იქ მუღამი აქვს ვიღაცა ნაცნობ ტიპს რო გააზრობ ზოგადად დაბერებულს უკვე თავისი მუღამი მაგასაც აქვს და აი ეს ევროპაში ეს რაღაცა არ ვიცი მაგრამ რა დავარქვა არ ვიცი რა აი არა, მანჩესტერულებსაც 3-0 მიყავს ერთ გუნდს თამაში. ერთი ტიპი რო არ გაბრაზდება აქედან. და მართალი ხარ შენ ბოლო წლებში მართლა ტრაქში გამოიშვეს ტიპები და ერთი ტიპი რო არ გაბრაზდება ვიღაცა და ეს თქვენი შენი აი რაღაცა ანჩური მაინც ამ რაღაცა მაინც ქენი ხელი მაინც კარი ტიპს. ეგეთი მომენტი ერთიც არ იყოტო. აი მე ლაპარაკობთ კიდე ხომედაში. აი პას რო გააკეთებს ტიპი და მე რომ მიეჯახები რა. ეგეთი მომენტიც არ იყოტო. კი. ევროპის ჩემპიონატზე ნახეთ კალათბურთში რაღაც ეგეთი მომენტები არანაირი ზარკონია ტიპები. სანაკრებო ფეხბურთს თქვათ ლოგიკურია რომ არ კონდეს რა. აი ბოლოს იტალიის ნაკრებს რო არ კონდა, ეგ იყო უცნაური რა, რომ გავარდა ძალიან მალე და ეგეთი უღიმღამო გავარდა. ხო, ევროს აი რომ იმყავდა ვერ ვიჯერებ რომ იტალიის ნაკრები ვარდება და არანაირი პრობლემა არ არის ბიჭო, ანუ არავინ არ ღიზიანდება, არა თუ გაბრაზდება და რაღაცა. აი, რაღაცა ანთებული თვალები რო არა. უფრო მნიშვნელოვანი იყო თვითონ ფეხბურთელების. ჰოლანდია არგენტინაზე რაც მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე. აი, ეგ ხო არის რა, ან მესი რო გაგიჟდა და აქედან ვანდაიკი და პარედესისისა და ანუ აი ეგ ტემპერატურას ხომ მიანიშნებს მოედანზე როგორი ტემპერატურა. განიშნებენ მაგითი რომ ამ თამაშს მათთვის ფასი აქვს, მნიშვნელობა აქვს. შენსაც მოქმედებს როგორც მაყურებელზე რა, იცი რომ ეხლა აქ მოგება უფრო მნიშვნელოვანია. ესე გამოვიდა რომ ერთი ჩრდილოეთ თამაში მოიგო ეხლა სიტიმ 3-0 წნად მოიგო, არაფერი არ მომხდარა, ცხოვრება გრძელდება, ცუდ ხასიათზეც კი არავინ არ არის. რა ცუდია, ძალიან ცუდი, ფეხბურთში ძალიან ცუდია ეგეთ ფაქტები რა.